ჩვენი გმირი მიხეილ ბუხაიძე დაიბადა 1905 წელს 26 აგვისტოს. სადაც ფეხია იდგა მშობლიური თერჯოლა სოფელი ჭოგნარი. აქ დაირწა მისი აკვანი, აქ უმღერა დედამ ნანა. მისი ბავშვობა უსიხარულო და მწარე იყო. მშობლები მალე გარდაეცვალა. დაჰკარგა აღმზრდელი ბიძაც და მეტი გზა რომ აღარ ჰქონდა მოჯამაგირეობის თვირთი იწვნია. ბაღდადის ცისქვეშ სოფელ როკიტში გაიზარდა. შეუყვარდა წიგნი და ცოდნას დაეწაფა. მასაც პეშვით უსვამს ხანის წყალი. 22 წლისა მოხალისეთ მიდის წითელ არმიაში. აქედან იწყება მისი საბრძოლო ცხოვრება. ბეჯითად მოეკიდა სამხედრო საქმეს. წლები წლებს მისდევდა. ვაშკაცდებოდა, იწვრთობოდა. მალე მიხეილ ბუხაიძე კომუნისტური პარტიის რიგებში მიიღეს. ეს იშვიათი რელიკვიაა გულით ნათქვამი მებრძოლი კაცის. ახალგაზრდა მეთაური აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ასე გამოვიდა ცხოვრების ფართო გზაზე ყოფილი მოჯამაგირე ყმაწვილი კაცი. მეთაურმა ბუხაიძემ წლების მანძილზე ათასობით პატრიოტი მეომარი აღუზარდა საბჭოთა სამშობლოს. და აი, დიდი სამამულო ომის დღეებში იგი სათავეში ჩაუდგა მსროლელ ბატალიონს. წინ გაუძღვა გადამწყვეტ ბრძოლაში. იმ დღეს 42 წლის 26 აგვისტოს საბრძოლო ნათლობისას ჩვენი ქართული დივიზიის ბრძოლების დაწყების მომენტში ვისაც შევხვდი ბრძოლის ველზე პირველად იყო 802 მსროლელი პოლკის მეთაური არტემ ბერაძე. 3-4 საუკუნის შემდეგ მოდით გავიხსენოთ იმ საბრძოლო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო ეპიზოდი. მით უმეტეს რომ აქ ჩვენთან გვაქვს თქვენი სამუშაო რუკა. 1942 წელს 25 აგვისტოს მივიღე ამოცანა ჩემი პოლკით გადავსულიყავი შედევაზე. პრავა ურვანსკის მიმართულებით ამეყო და გამეგრძელებია წინსვლა ივანოვკის მიმართულებით. და მტერი გადაგვეყარა ბახსანის მდინარეს ღამე. მე ამევიძახე მეთაურები გავეცი ბრძანება რომ 4 საათზე დილას 26-ში გადასულიყონ შედევაზე და აეღოთ პრავა ურვანსკი. პრავა ურვანსკი ამოწდა ძლიერი გამაგრებული პუნქტი. მაშინ კაპიტანმა ბუხაიძემ აიღო ხელმძღვანელობა და ასეულით დავიდა წინ ბატალიონები შეიდნენ პავლოვსკში და სოფელი იქნა აღებული, მაგრამ კაპიტანი ბუხაიძე სასიკვდილოდ იყო დასჯილი. აქ სხვებიც იბრძოდნენ. სამშობლოსათვის თავდადებულნი. საქართველოს თემს
მებრძოლი კაცის სისხლით დანამული პარტიული ბილეთი. დაბადების 37 წლის თავზე, 26 აგვისტოს, სწორედ თავის დაბადების დღეს გმირულად დაეცა ბრძოლის ველს. ფიქრს მისცემია პოლკის კომისარი შალვა ვასაძე. რას გაიხსენებს? რა სიტყვის იგი? ჩემთვის გაუვიწყარი იქნება 42 წლის 26 აგვისტო. ჩვენმა ნაწილმა მაშინ მიიღო ბრძოლაში პირველი ნათლობა. მე მახსოვს, როგორც სამხედრო კომისარს, რომ კაპიტანი ბუხაიძე, რომელიც მაშინ მეთაურობდა პირველ 1000-ს, პირველმა მიიღო მტრის დარტყმა. მისი 1000-ული უტევდა მთავარი მიმართულებით იმ ამოცანით, რომ გაენთავისუფლებია ვერაგმტრისაგან დასახლებული პუნქტი და მტერი უკვეგდო. მძიმე იყო ჩვენი ნაწილისათვის და კერძოდ ბუხაიძის მოწინავე 1000-ულისათვის ამ ამოცანის შესრულება. ჩვენ უტევდით ძლიერ გამაგრებულ პუნქტზე. ბევრი არ აკლდა აი ამ სოფლის ტერიტორიაზე მტრის განადგურებას, როდესაც მოგვახსენეს, რომ ბუხაიძე მძიმე დაჭრილი არის. ბუხაიძეს მე დიდი ხანია ვიცნობდი, როგორც დისციპლინიან და კარგ მეთაურს. ჩვენ უბრძანეთ, რომ ბუხაიძე სასწრაფოდ გამიეყვანა ბრძოლის ველიდან. მაგრამ მან პირველად თავის სიცოცხლეში არ შეასრულა ბრძანება და არ შეასრულა იმისათვის, რომ მან თავისი სისხლით დაუმტკიცა თავის სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. ყოველივე ეს ჩვენ თვალწინ მოხდა და მარად დაუვიწყარი იქნება. გმირის ნათელი საქმიანობა, მასზე შექმნილი ლექსი და სიმღერა ყოველთვის გზას უნათებდა ჩვენ მებრძოლებს შემდგომ ბრძოლაში წლის უკანასკნელ ბუნაგამდე ბერლინამდეც კი. კავშირელ მებრძოლთა აზრს გამოხატავს მაშინდელი კომორგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი შოთა ლომსაძე. ბუხაიძის სახელი ახალგაზრდებს ყოველთვის გვიზიდავდა და ამ მოწინავე ოფიცრის დონეზე ასვლას ყველა ნატრობდა მაშინ. როდესაც ბუხაიძე გარდაიცვალა, ამან დიდი და მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ჩვენზე. ბაქსანის ნაპირებზე წამოზრდილი მისი საფლავი ქართველ მებრძოლებს მოუწოდებდნენ შურისგებისა და გამარჯვებისაკენ. სწორედ ამ დროს დივიზიის გაზეთში გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის ცნობილი ლექსი კაპიტანი ბუხაიძე, რომელიც მეორე დღეს თითქმის ყველა მზეპირად იცოდა.